Უდავით პირდაპირ ეთერში ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიად და ჩვენთან სასაუბროთ მოგზაურობდა დეკანოს ზურაბ ცხოვრებაზე დილამშვიდობის მამაო დაგლოცეთ. მეცმა დაგლოცეთ. მოგეხსენებათ 27 იანვარი მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის ცხოვრებაში. წმინდა მოციქულთა სწორის ნინოს მიცვალების დღე არის და განსაკუთრებული გულმოდგინები და მოწიწებით აღნიშნავს ხოლმე ჩვენი ერი აი ამ დღეს. ბუნებრივია ყველაფერი ის რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოსთან ჩვენთვის ინტერესის საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის გახავთ ჩვენი განმანათლებელი. რას ნიშნავს განმანათლებელი? ეს ტერმინი აუცილებელია ჩვენ ზუსტად და კარგად გვესმოდეს, იმიტომ რომ ხშირად გვესმის და შეიძლება ყური შეჩეული გვაქვს და რაღაცა სხვა მნიშვნელობა სხვასაც ვდებდეთ მაშინ, მაგრამ მისი მნიშვნელობა არის შემდეგი, ის დაკავშირებულია სიტყვა ნათელთან, მაგრამ ეს ნათელი არის სწორედ ქრისტიანული ნათელი, ქრისტეს ნათელი. და ის ვინც შემოიტანს ერში ქრისტიანობას, ვის დაამკვიდრებს ერში ქრისტიანობას, არა ის იწოდება სწორედ განმანათლებლად. ანუ ვისი მეშვეობითაც, ვისი მეოხებითაც ხდება არა მარტო ქადაგება ქრისტიანობის და არამედ ქრისტიანობის დამკვიდრება ამ ქვეყანაში და სახელმწიფო რელიგიად მისი გამოცხადება. სწორედ ესეთი გახლავთ წმინდა ნინო ჩვენთვის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას, ყველა ქრისტიანულ ქვეყანას თავისი წმინდა განმანათლებელი ყავს, ხოლო ჩვენი განმანათლებელი არის წმინდა ნინო, რომელიც ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი განმანათლებელი გახლავთ ქალი. იგი ახალგაზრდა ქალის მიერ იყო განათლებული ჩვენი ქვეყანა. და ბუნებრივია ის რამოდენიმე რედაქცია რაც შემორჩენილია ჩვენთან და რაც აღვიწერს ჩვენ ქართლის მოქცევას წმინდა ნინოს ცხოვრებას ძალიან გულმოდგინე კვლევის ასპარეზი უნდა იყოს. ამას მე არ გულისხმობ მხოლოდ მეცნიერთათვის და სასულიერო პირთათვის. თითოეული მორწმუნე, თითოეული ეკლესიური ადამიანი ძალიან გულმოდგინედ უნდა კითხულობდეს აი ამ ცხოვრებებს და მე გაწუნებ თქვენ რომ რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს აი ეს გეოგრაფიული თხზულებები იმდენჯერ ახალ აღმოაჩენთ მასში. თითქოს ეს არის ულევი წყარო ეს ინფორმაციისა, სულიერებისაც, რაღაც დარიგებისა, ქრისტიანულ საკითხებზე დარიგებისა და ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან სასიხარულო იყო რომ რამოდენიმე წლის წინ საგანგებო კრებულიც გამოვიდა. წმინდა ნინო ასე რქვა ამ კრებულს ბატონ რეზო სილაძის ხელმძღვანელობით, მისი რედაქტორობით ას გარდაცვლის უკვე შესაძ აი სხვა კუთხით იყო მასალები მოგროვილი სხვა საკითხებზე, რომელიც დაკავშირებული იყო წმინდა ნინოსთან, საერთოდ მცხეთასთან, სვეტიცხოველთან, ქართლის მოქცევასთან წერდნენ ჩვენი მეცნიერები. ბუნებრივია ეს მისასალმებელი ფაქტია, რაც უფრო მეტი ასეთი ნაშრომი გამოვა, მით უკეთესია. ეხლა კი უშუალოდ გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაზე. სწორედ რა აი ამ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ყურადღებით გაცნობა ამ ტექსტისა, ჩვენ ავიღეთ ნინოს ცხოვრება, რომელიც გამოქვეყნებულია ქართლის, უკაცრავად ქართულ პროზაში. და აქ აი ერთ აბზაცს წავუკითხავთ ჩვენს ტელემაყურებას, რაც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი გახლავთ. აი რა გვიწერია ჩვენ ნინოს ცხოვრებაში. ხოლო ტკბილმან მან და მანადის ნუგეშინის მცემელმა ყოველთა მეძებელთა მისცემა სასომა ჩვენმა წმინდამა ღვთისმშობელმა შეისმინა ვედრებისა მისაი და მოიხსენა წილხთომაი მისი ქართველთა ნათესავისა. ოდეს იგი წილ იგდეს მოციქულთა ქვეყანაი და ქვეყანაი. ამისთვისა გამზადდა ღირსი და წმინდა ნინო მოციქულად. ანუ აქ ეს ცხოვრება რაც გვეუბნება ჩვენ წმინდა ნინოს ცხოვრება გვეუბნება იმას რაც სხვადასხვა წყაროებში დასტურდება ქართულ წყაროებში, მაგრამ აი ამ წყაროშიც არის ეს დასტურება. რა არის ეს? ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ახლა შეიძლება თქვენ თქვათ კი, მაგრამ ეს ხო ისედაც ცნობილია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს და ყოველთვის საჭიროა ვიცოდეთ ყველა ის წყარო, რომელიც ადასტურებს აი ამ
ფაქტს, რომ ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვარ და მით უმეტეს, როდესაც ეს არის დაწერილი და მონიშნული ისეთ ძეგლში, როგორც არის წმინდა ნინოს ცხოვრება, რომელიც გახავთ ქართველთა გამართლებელი ბუნებრივი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ აი ეს სიტყვები, მოიხსენა ყოვლა წმინდა ღვთისმშობელმა წილხვთომავება მისი ქართველთან ასწავლისალა. ანუ გაიხსენა, ასე ვთქვათ, ესე პირდაპირ გაგებით არ უნდა გავიგოთ ეს, რომ რაღაცა მანამდე მივიწყებული ქონდა მას ეს და მხოლოდ აი ამ პერიოდში იქნა მის მიერ ეს გახსენება. არა, უბრალოდ შეიძლება ეს ასე უნდა გავიგოთ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ზრუნვა ჩვენ ქვეყანაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მარადის ფიქრობს ჩვენს და ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე და აქვე აი ამ პასაჟში ნათქვამი იმის შესახებ, რომ აი ეს წილხვთომობა შედგა მაშინ, როდესაც ესე იგი მოციქულებს წილისყრით ერგოთ სხვადასხვა ქვეყანა საკადაგებას. მოგეხსენებათ, რომ მოციქულები იქნენ გაგზავნილი საკადაგებას სხვადასხვა ქვეყანაში და ეს შემთხვევით არ მოხდა ამ ქვეყნების შერჩევა, იყო საგანგებო შერჩევა და აი ამ დროს სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდება წილხვედრად ჩვენი ქვეყანა. ანუ ეს წილისყრა არ იყო შემთხვევით ცობაზე, ახლა როგორც შეიძლება ვინმე წარმოიდგინოს. არა, ეს ღმერთზე მინდობილი წილისყრა გახავთ. ანუ უფლის გადასაწყვეტად, უფლის გამოსარჩევად მოწყობილი წილისყრა არის, რათა მოციქულებმა იმოქმედონ არა თავიანთი ნებით, არა თავიანთი, ასე ვთქვათ, შემთხვევითი არჩევნით, არამედ იმოქმედონ იმით, რომ ესე იგი უფალმა მიუთითოს მას, ვინსაც წავიდეს. ასე რომ ყოველ ქვეყანას, რომელიც წილად ხვდა მოციქულებს, გარკვეული მნიშვნელობა ის შემთხვევით არ ხვდათ მათ, რაღაცა დაფარული აზრი არის ამაში, საიდუმლო აზრი არის ამაში შედებული. და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა, ასე იგი წილად ჩვენი ქვეყანა. ამაშიც რა თქმა უნდა უდიდესი აზრი გახავთ და უდიდესი სიხარული არის ეს ჩვენი. და იქვე აი ამ ცხოვრებაში იქვე მითითებულია ასეთ სიტყვებია, რომ და ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელი, რამე თუ ნაწილი ვართ ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისანი. ანუ ესე იგი არამ თუ ეს ფაქტია დადასტურებული, არამედ ავტორი, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ამბობს აი ამ სიტყვებს, რომ ნეტარი ვარ ჩვენ და შემდეგ არ კმაყოფილდება ამ ერთგზის ნეტარები და სამგზის სანატრელი, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ. ანუ აქ გამოხატულია ის სიხარული, რაც მათ ყველა ქართველ მოწმუნეს უნდა კონდეს ამასთან დაკავშირებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ვარ ჩვენ. ანუ ეს ფაქტი მარადის ჩვენში უნდა იწევდეს სიხარულს და მარადის ჩვენში უნდა იწევდეს ნუგეშსაც. იმიტომ რომ სწორედ რომ ნუგეშია, დიდი ნუგეშია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრილობა ჩვენი ქვეყნისა. ახლა მე გამახსენდა ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც სულ ბოლო პერიოდში მოხდა და რაც დაკავშირებულია მცხეთასთან, დაკავშირებულია წილხვთომილობასთან და დაკავშირებულია ახალ კანონიზებულ წმინდანთან, წმინდა გაბრიელ ამხსარებელთან და სალუსთან. მე გულისხმობ ერთ ფაქტს, 90-იანი წლების პირველ ნახევარში, აი ახლა მე-20 საუკუნის, როდესაც თქვენ იცით საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო, ძალიან დიდი სირთულეების, სიძნელეების, ტკივილის წინაშე იდგა ჩვენიერი და ამ დროს ათონის მთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ბერძენი მამები, რომლებმაც სხვა სიწმინდებთან ერთად მოილოცეს სვეტი ცხოველი. ამის შემდეგ მათ შესთავაზეს მისვლა მამა გაბრიელთან უკვე სამთავროს მონასტრის კოშკში. როდესაც ისინი მივიდნენ მამა გაბრიელთან, მამა გაბრიელმა იქვე მათ მოუხთინა პირველი სასწაული მოუხთინა, როდესაც მათ დაურიგა უბრალო ხატები, ეს ფავალდის ხატები იყო, რომელზეც წმინდანები იყო გამოსახულები, ვერ მიხვდნენ რა საჭირო იყო აი ეს ფავალდის ხატების დარიგება, მაგრამ როდესაც მათ დახედეს ამ წმინდანებს, აღმოჩნდა რომ ყველა წმინდანი
ეს იყო ის წმინდანი, რომლის სახელსაც ატარებდნენ ეს მამები. ანუ ფაქტიურად მას ესე იგი აგზნობინია, რომ მან იცის მათი სახელები გაცნობამდე. და ამის შემდეგ ერთ-ერთ მათგანს მიმართა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ის ეუბნება, მრავალმხრივმნიშვნელოვანი სიტყვები. აი როგორ იფიქრეთო თქვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზეო და საქართველოზე ასეთი რამეო. და ეს ბერი გაოგნდა. ახლა თურმე რა ყოფილა? სვეტიცხოველში უფლის კვართან რომ მისულა მოსალოცად, როგორც ჩანს, შეწუნებული იმით, რა სურათით დახვდა საქართველოში, იავარქმნილი ქვეყანა, შეიარაღებული ხალხი, გაუბედურებული ხალხი, ტოლვილები, წართმეული მიწები და ასე შემდეგ, ეშმაკის პარპაში იყო ფაქტიურად და საქართველოს მტრების პარპაში იყო, რა. და გაუფიქრები ასეთი რამე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიგიტივოებიაო ეს ქვეყანაო. და მამა გაბრიელი პასუხობს ამაზე. ანუ იგი მიხვდა ამ ფიქრს, რაც ფიქრით ჰქონდა ადამიანს სვეტიცხოველში. და ეუბნება რომ როგორ გიფიქრებ ამას, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმედათა ვარ ჩვენ და იმითი გვიდგას სული ჩვენ. იმითი ვარ თუ ვართ. აი მიუხედავად ასეთ მდგომარეობაში რომ ვიყავით. და განიცით მე ახლა მაინც შეიცვალა სიტუაცია და გაუმჯობესდა და ანუ რა გვინდა თქვა, რაც უნდა გაგვიჭირდეს, ეს არ უნდა დაგვავიწრო ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიხედვით და არასოდეს ის არ მიგვატოვებს. ხო, ჩვენ არ უნდა მივატოვოთ იქ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენთვის, რომ ჩვენ გვახსოვდეს. და კიდე ერთი ადგილი, რაც არის აი წმინდა ნინოს ცხოვრებაში, ეს გახლავთ უკვე აღწერა იმ მდგომარეობის და რაც არის მაშინ მცხეთაში. ანუ აი ეს კერპი სადაც დგას, უბრალოდ კერპები სადაც დგას და აქაც როდესაც კითხულობს კითხველი, შეიძლება რაღაცა კითხვას გაუჩნდეს მას და რაღაცა თავისებური თითქოს ახსნა დაჭირდეს. აი რას გულისხმობ ჩვენ. კერპის აღწერილობა ამგვარია. დგა კაცის სპილენძისაი და ემოსა ჯაჭვი ოქროისაი და სამხრენი ოქროისაი და თავსა ებურა ჩაფხუტი ოქროისაი. ნუ ეს ჯერ აღწერაა თვითონ ამისი. და აქვენდეს თვალად მისა ქვანი ბივრიტი და იაკინთი და ხელთა აქვდა ხმალი და ვიცაცა ელვაი იქცეოდა ხელთა შინა მისთა რომელიც მიახლის სიკვდილად წარიწირის თავისთვის. აი ეს არის ახლა ეგ საინტერესო მომენტი. ანუ ამ კერპს ხელთა აქვს ხმალი. ნუ ახლა ეს რაღაცა არ გასაკვირი, მაგრამ აი შემდეგ უკვე იწყება ისეთი რამ ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება კითხვები გააჩინოს. და ვიცაცა ელვა იქცეოდა ხელთა შინა მისთა. ანუ აი როგორც ელვა ხო აი ლაპლაპებს ეს ხმალი ტრიალიზებს ხო ყველამი ეს ფილმებში მაინც უნახავს ადამიანებს, არა, ეს მოძრაობს ეს ხმალი, წარმოიდგინეთ. უტყვი უსულო კერპი არის, მაგრამ ეს ხმალი მოძრაობს და უფრო მეტიც, ვინც ახლა გაუფრთხილებლად იმას მიუახლოვდება, თავსაც აკვეთავს, ანუ კლავს კიდევაც ეს კერპი. ხა აქ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ესეთ კითხვა, კი, მაგრამ როგორ? თუ კი ეს კერპი უსულოა და ბუნებრივია უსულო, ანუ იმ გაგებით არის უსულო, რომ ის არ არის ჭეშმარიტი კერპი, ის არ არის სათაყვანო ადგილი. ეხა ამ ქრისტიანული თვალსაჩინოდან, ჩვენი დღევანდელი გადასახედიდან ეს სრულიად ცხადია. მას როგორ ამოძრავებს იგი ხელს და როგორ კლავს კიდე ხალხს. საქმე ის გახავთ, რომ აი ეს ბომონები, საკერპოები, აი ეს ადგილები, სადაც იყო კერპები, ეს გახდათ ეს სამსხვერპლოები, ხელშეწირვა ხდებოდა. სხვათა შორის იგივე მცხეთაშიც იყო პატარა ჩვილების შეწირვის ისინი ფაქტები, ხო? ვერგან სხვაგან იყო სხვადასხვა ტიპის შეწირვა, სისხლიანი მსხვერპლიც იყო ხოლმე. ეს იყო ფაქტიურად ეშმაკის ბოროტ სულთა ძალთაქმედების ადგილები. ანუ აი აქ მართლაც აი ასეთ ადგილებში ყველაზე მეტად შეიძლება გახსენებოდა ჭეშმარიტ მოწმუნეს სალმონის სიტყვები, რომ ყოველნი კერპნი წარმართანი ეშმაკ არიან. ყოველნი ღმერთი უკაცრავად წარმართანი ეშმაკ არიან. ანუ როდესაც ადამიანი თავის ნებით, ესე იგი თავის ნებით მიუძღვნის თავს ასეთი კერპების სახურებას, არა,
მას ემსახურება, გაიწაფება, იწაფება ამ მსახურებაში და რაღაცა დონეზე აყავს, რა თქმა უნდა, ბოროტის სულიც ამით ხარობს, ბოროტის სულის ძალთაქმედება აქ იზრდება ხოლმე. აი მაგალითად აღწერილია ერთი ესე იგი კერპი, რომელსაც დაუდგეს ესე იგი შეჭირული ცხოველი სისხლი, ესე იგი წინ, ესე იგი თასით და აი ამან შეხრიპა ეს სისხლი. არა, თითქოს გასაკვირია უტყვიანი, მაგრამ სწორედ აი ამ ეშმაკის მოქმედებით ხდება სასწაულ მოქმედება. ანუ ეს თან უნდა გაგვიკვირდეს შენ. ახლა მე ცოტა აქეთა პარალელსაც გავავლებ. ესე იგი მე-20 საუკუნის ერთი მოღვაწე მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი აღწეს ერთი ადამიანის მიერ ნანახ ორ ესე ვთქვათ სასწაულს, ეშმაკეულ სასწაულს. ეს იყო მკვლევარი ქალი და იკვლევდა პირველყოფილ ხალხებს და ფილიპინებზე ყოფნის დროს იქ ერთ პირველყოფილი ხალხის ტომში ნახა როგორ ესე იგი შამანი შედის თავის ქოხში, ახდენს იქ ჯადოქრულ მოქმედებას და ამ დროს 860 ვიბრაციას განიცდის ქოხის კედლები. ანუ იქ რაღაც მოძრაობა მართლაც არის და ეს არ არის ჩვეულებრივი მოძრაობა. და ასეთივე მან ნახა ერთ-ერთ ასე ვთქვათ უკვე სხვა სარწმუნოების მიმდევართა გამოქვაბულში, სადაც ასევე ეს სასწაული ხდებოდა და იქ უკვე აი ამ ვიბრაციას, საოცარ ვიბრაციას თვითონ გამოქვაბულის კედლები განიცდიდნენ და ეს ქალი მიხვდა, ნუ მორწმუნე ადამიანი იყო, მიხვდა რომ ორივე ერთი ძალის მიერ, იმდენად მსგავსი იყო ეს მოქმედება. რომ ერთი ძალის მიერ იყო ეს იმპულსირებული და ეს ძალა გახდათ ბოროტი ძალა. ამ შემთხვევაში აი ეს ფაქტი სწორედ აი ასე უნდა ახსნათ. აი ეს მოძრაობა ხმლისა ეს არის სწორედ ბოროტის სულის მიერ გამოწვეული და მის მიერ აი მხლით ადამიანთა მოკვლა სწორედ აი ამ ბოროტის სულის მიერ არის გამოწვეული, ასე რომ ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ როგორი ესე იგი ფართო ასპარეზი ქონდა, სულიერი ასპარეზი ქონდა აი ამ ეშმაკის ესე ვთქვათ მანქანებას იქ და რა დიდი საქმე გაგვეკეთა წმინდანინომ რომ გამოგვლიჯა სწორედ აი ამ სიბრელეს. ამიტომ არის როდესაც იგი ამას ხედავს რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის რაცა თაყვანისცეს ამ კერპებს არა ის ტირის და წუხს იმის გამო რომ ეს ხალხი ასეთ სიბრელეშია და შემდეგ იწყებს ლოცვას რომელი ლოცვის შედეგად ეს კერპები იმსხრება და ნადგურდება. და ღმერთმა ქნას რომ აი წმინდანინოს ლოცვით განადგურეს და დაიმსხრეს ის კერპები რომელიც თითოეულ ადამიანს თავის სულში აქვს თავის ცოდვების სახით. ანუ ჩვენ თითქოს და ჩვენ სულში აღმართავთ კერპებს ჩვენი საკუთარი ვნებებისა და ცოდვებისა. ყველას აქვს თავის შეყვარებული ცოდვა, გამორჩეული ცოდვა ყველა ადამიანს და ეს ცოდვა არის ჩვენ სულში კერპივით. და შეჩეულიც კი არის და ასე წლიდან წლამდე ჩვენ თითქოს ვემსახურებით. ზოგისთვის ეს არის ნაკლოვანება, ზოგისთვის მემცრალეობა, ზოგისთვის მუშობა, ზოგისთვის მისხანება, ზოგისთვის დიდების მოყოლება და კიდევ ვინ იცის რა და რა. და აი ეს კერპები უნდა იქნას დამსხრეული და ისევე დამსხრეული როგორც თავის დროზე წმინდანინომ დაამსხვრია ის კერპები და ერთი დაამსხვრია რა ფიზიკური ძალით, არამედ ლოცვით და მოღვაწეობით. ასე ჩვენ ღმერთმა შეგვაძლევინოს რომ ისე ვიმოღვაწეოთ, ისე ვილოცოთ რომ ეს ჩვენი შინაგანი ცოდვითი მიდრეკილებების კერპები იქნეს დამხობილი და დამსხვრეული, რათა ჩვენი სული განიწმინდოს და ჩვენ ამ გაწმენდილი სულით შევხვდეთ ჩვენი სხეულისა და სულის დაშორებას, რომელიც ამდენ თუ გვიან იქნება და უფალთან რაც ნიშნავს რა თქმა უნდა უფალთან შეხვედრას ღმერთმა გაგვწმინდოს მანამდე. კიდევ ერთხელ მთელ ეს ულოცა ნინოების დღესასწაულს შეგვეციოს წმინდა ნინო და შეიძლება ხშირად ვილოცოთ მის მიმართ, ვთხოვოთ მას ლოცვის შეწევნა, შეიძლება ხშირად ვიფიქროთ მის შესახებ და რაც შეიძლება ხშირად ვიკითხოთ მისი ცხოვრება. გარწმუნებთ ყოველი გადაკითხვა მისი ცხოვრების და თქვენ ახალი აღმოჩენების, თქვენ პირადი აღმოჩენების წინაშე დაგაყენებთ. დიდი მადლობა, გვესაუბრებოდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრება და 9 საათიც მოახლოვდა. უბრალოდ დიდებული ლოცვა მოვისმინეთ და დაგიბრუნდებით ჩემთან კვლავ პირდაპირ ეთერში.